გამარჯობა. დაგიბრუნდით კომპანია ნოვასთან ერთად იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ და ერთად გავეცნოთ საქართველოს ტრადიციულ არქიტექტურას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმოგზაურებთ აჭარაში, ასე რომ წამოყვებით. სამოსახლოს შერჩევისას აჭარაში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა ბუნებრივ პირობებს, რა თქმა უნდა, კლიმატსაც და აქ ასევე ჰქონდათ საკმაოდ საინტერესო ტრადიციაც. სამოსახლოს ადგილას დადებდნენ ქვას. თუ რამდენიმე დღის შემდეგ ამ ქვის ქვევიდან გაჩნდებოდნენ ჭიანჭველები, ესე იგი ეს იყო ძალიან კარგი ადგილი იმისთვის, რომ ადამიანი აქ დასახლებულიყო. თუ ჭიანჭველების მაგივრად დახვდებოდათ ჭიაყელები, მაშინ ეს ადგილი უბრალოდ არ ვარგოდა. თან სახლის შენებას იწყებდნენ კვირა დღეს. ითვლებოდა, რომ ეს იყო ოჯახისთვის ბედნიერების მომტანი. აი ესეც საინტერესო ტრადიცია ჰქონდათ აჭარლებს და დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ლეღვაში. ჩვენს გვერდით არის ესაძეების საკმაოდ ცნობილი სახლი და მოდით შევიდეთ გავესაუბროთ ამ ოჯახის უფროს ბატონ ლევას. შევიდეთ შიგნით. ბატონ ლევა, რომ მოგვიყვეთ, მოკლედ და როდიდან არის ეს სახლი აქ, როდიდან დგას და თვითონ აჭარულ არქიტექტურაზეც რას ითვალისწინებდნენ პირველ რიგში თვითონ მშენებლები ამ ყველაფერში? ჩვენი სახლი ჩვენს რეგიონში არის ერთ-ერთი უძველესი ავთენტური ოდა სახლი. ასაკი საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ 1850 წლიდან დგას. იმის წინ კიდე პატარა სხვა ისტორიაც მიუძღვის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახლი 2 საუკუნეზე მეტია. თავისი აი ამ ნაგებობა ბეღელთან ერთად. ხერხემალი ამ სახლის არის წაბლი. კედლები სრულად არის წაბლიდან, წაბლის მასალა, ხელით ნაკეთები, ხელის ხერხით დამუშავებული, ხარებით, ცხენით მოიტანდნენ მორს დაადებდნენ ლარს, ეგრეთ წოდებულ, აიღებდნენ ზომას, 2 სანტიმეტრიანი უნდა ყოფილიყო თუ კედელი იყო, თუ კედელი 4 სანტიმეტრიანი ხუთიანი და ჩამოხევდნენ ხელის ხერხით. ორი კაცი, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ. საკმაოდ შრომატევადი პროცესია ეს და საკმაოდ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ სახლში. მაგრამ შედეგი იდეალური სამაგიეროთი, რომ ყველა ფიცარი არის ერთი ზომის, აი ზუსტად ზის ზომას. მიუხედავად ამისა, ლუსმანი არ არის ნახმარი, ეს არის აკრეფილი ამ პრინციპით შეიძლება დაშლა და გადატანა. დღეს ეს სახლი არის კრამიტით გადახურული, ძველი კრამიტით, თუმცა მანამდე ხურავდნენ ყავრით. ყავარით. კი, ბებიაზისგანაც გაგონილი მაქვს, რომ იყო პირველად ეხურა ყავარი, მაგრამ შემდეგ უკვე როცა შემოვიდა კრამიტი ბებიასგან მაქვს ასეთი სიტყვა ერთი წინადადება, რომ აკეთიდან ურმით ნაზიდი კრამიტითაა დახურული ბევრი სახლები და შეიძლება ეგიც იყოს. და დააგვირდით ახლა იმას რა ქვია კრამიტის ქვეშ როგორ არის გამოსული ეს. ყველა ხე, წაბლის ხე არის, სულ ყველაფერი წაბლი არის გამოსული. გამოსულია 1.30 სანტიმეტრი, რაც შორეა მოშორება, ანუ კლიმატური პირობებისგან არის დაცული. როგორც ხედავთ, ეს უძველესი ოდა სახლი შემოდგმულია დაახლოებით 2 მეტრიან ხის ბოძებზე და მთელ შიდა ტერიტორიას ჰქონდა გარკვეული სათავსოს ფუნქციაც აქ ინახებოდა, როგორც შეშა, ასევე სიმინდი, ხორბალი და ასე შემდეგ, ასე რომ ეს არის კლასიკური აჭარული არქიტექტურის მიხედვით შექმნილი ოდა სახლი. თელ საქართველოში და რა თქმა უნდა აჭარაშიც ძირითადი სამშენებლო მასალა ეს გახლდათ ხე. ძირითადად გამოიყენებოდა 4 სახეობის ხე. მაგალითისთვის, კოჭებისთვის და კარფანჯრისთვის იყენებდნენ მუხას ან წაბლის ხეს. რაც შეეხება დანარჩენ სხვა მასალას, ამისთვის უკვე იდეალური იყო ნაძვი და ფიჭვი. ხე-ტყე კი გარშემო ბევრი იყო, საგორეულო ტყეებიდან ეზიდებოდნენ ამ მასალას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხე იჭრებოდა მხოლოდ შემოდგომაზე და ზამთარში. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ხეში ყველაზე ნაკლები წყალია და სწორედ ამან მოიტანა ის, რომ სახლები ძლებენ 100 წელი, 150 წელი და უფრო მეტი. ლაზების მიერ აშენებულ სახლებს ბევრ სოფელში შეხვდებით და მათ შორის რა თქმა უნდა სოფელ ზუნდაგაშიც ეს გახლავთ ქვისა და ხის საოცრად ლამაზი სინთეზი. ასეთი სახლი აქ ამ სოფელში კიდევ 2-ია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს სახლები იგებოდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. არქივის მასალების მიხედვით ეს სახლი არის 1875 წელს აგებული. აქ ყველა დეტალი არის საოცრად დამუშავებული, ყველა ქვა არის ძალიან სიმეტრიული. სახლი ეკუთვნის ვერძაძეების ოჯახს, ბატონი ბადრია ჩვენთან ერთად. ოჯახის უფროსი და ბატონო ბადრი. დღემდე ცხოვრობთ იმ სახლში, რომელიც არაერთ საუკუნეს იწვევს, ხო? აი რითია გამორჩეული აქაური სახლები და ლაზების არქიტექტურა? გამორჩეული იმით არის, რომ ჯერ სახლი არის თლიანად ულუსნოდ აშენებული. მყარად აშენებული.
რამოდენიმე მეტრი თოვლის ზამთარს გამძლე. ალბათ ისიც რომ ქვევით საქონელი იდგა, ერთგვარად ხელს უწყობდა იმას, რომ სახში სითბოც იყო ხოლმე. ხაში მასე იყო ხოლმე, მაგალითად რომ ქვევით ყავდათ საქონელი ზევით, თვითონ ცხოვრობდნენ და სითბოს ინარჩუნებდნენ და თითქოს აქ საქონლიდან, ბოსელიდან ამოსულდნენ. თუ აქ ეგეთი რამე არ ყოფილა. სითბოთი ამ სახლს აქვს 5 ბუხარი. გარდა სასტუმრო ოთახისა. და აი ეს ქვები, რითიც არის ნაგები, საიდან არის, სხვა ადგილიდან არის შემოტანილი თუ გადმოცემით არის რომ მხოლოდ აი თეთრი ქვა არის შემოტანილი. დანარჩენი ადგილზე გათვლილი ლაზი მოხელეების მიერ. და სახურავს რაც შეეხება, თავიდან ბოლომდე ხელი და ულუსნოთ, ხო თქვენ და აი ამ ყველაფერს რა დანიშნულება აქვს, თქვა, ეს მომრგვალებული რა, ამას რამე პრაქტიკული დანიშნულება ქონდა თუ ეს ყველაფერი სილამაზისთვის იყო? ამ სახურავს კიდევ დაახლოებით 9 მეტრად დაკლებული აქვს. და წარმოიდგინე, იმიტომ იყო ის მომრგვალებული, რომ გამძლეობა მყარი ყოფილიყო. ანუ კონსტრუქციას უფრო გარს ხდიდა. ხო. ხულოსკენ მიმავალ გზაზე შეხვდებით ცხალთას მონასტერს, ეს გახლავთ აქაურობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ძეგლი. აგებულია მე-12 საუკუნეში და ლეგენდის მიხედვით ამ ყველაფრის ინიციატორი გახლდათ თამარ მეფე. ყველა ქვა, რითიც აგებულია მონასტერი, მომზადებულია ადგილობრივი კლდიდან და როგორც ამბობენ, ქვითხურო, ვინც ეს ყველაფერი ააგო, იმდენად დიდი პროფესიონალი იყო თავის საქმის, რომ ამ ქვების გამოთვლის შემდეგ ერთი ცალიც კი არ დაკლებია. რაც შეეხება თავად ტაძრის არქიტექტურას, ეს გახლავთ დარბაზული ტიპის ტაძარი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ადრე ჰქონდა თავისი მინაშენებიც, რომლებიც დღეს აღარ არსებობს, თუმცა ამ ყველაფერზე მეტყველებს ის ნაშთები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. მინდა გითხრათ, რომ აქაურობამ გადაიტანა საკმაოდ ბევრი რამ, მათ შორის დიდი ხანძარიც, მაგრამ სამაგიეროდ გადარჩა რამდენიმე ფრესკა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლავთ ახალგაზრდა იოანე ნათლისმცემლის ფრესკა, რომელსაც არანაირი ანალოგი სხვაგან არ ჰყავს. აჭარაში მოგზაურობისას ხშირად შეხვდებით მეჩეთებს, იგივე ჯამეებს. როგორც ვიცით, მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს გარკვეული ნაწილი დაიპყრო და სწორედ ამ დაპყრობილ ნაწილში მოხვდა აჭარაც. შემდეგ 3 საუკუნის განმავლობაში ქართული და ისლამური კულტურა ერთმანეთს გარკვეულ წილად შეერწყა. და სწორედ ამის მაგალითი გახლავთ ასეთი ჯამეებიც, რომლებიც როგორც თქვა გითხარით, მრავლად არის აჭარაში. გარედან მოგაგონებთ ჩვეულებრივ აჭარულ სახლს, ნაშენებია იგივე ტექნოლოგიით, აშენებულია იგივე მასალით და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ლაზოსტატებთან ერთად მუშაობდნენ ადგილობრივი ხითხურავებიც და მშენებლებიც. ამ ყველაფერს გამოარჩევს საოცარი ხეზე ნამუშევარი, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ხისოსტატები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ლაზებს. ჩვენ ახლა ვიყოფებით სოფელ ღორჯომის ჯამეში, რომლებიც სხვებისგან გამორჩეულია პირველ რიგში მასშტაბებით და რაც თავარია იმით თუ სხვა ჯამეებს აქვს ერთი გუმბათი, აქ გუმბათების რაოდენობა არის 5 და ასევე რა თქმა უნდა ფერებიც, ყველაფერი უნდა აღინიშნოს შეღებილია ბუნებრივი საღებავით. აჭარაში მოგზაურობისას შეამჩნევთ იმას, თუ რამდენად უფრთხილდებიან აჭარლები თავის ტრადიციებს და განსაკუთრებით თავის საცხოვრებელს. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ სოფელი ბრილი შუახევის მუნიციპალიტეტში და აი მაგალითად დავიღოთ ეს სახლი, რომელიც ეკუთვნის ბოლქვაძეების ოჯახს. სახლის პატრონმა ეს ნაგებობა თავისი ხელით ააშენა გასული საუკუნის 60-იან წლებში და ერთადერთი რაც ამ სახლს გამოარჩევს ტრადიციული აჭარული სახლებისგან, ეს გახლავთ მეორე სართულზე განთავსებული შუშაბანდი. თავად ამ სახლის პატრონის და ამშენებლის თქმით, მსგავსი სახლი მან პირველად გურიაში ნახა, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ესეთივე აშენებია თავისთან საკუთარ მიწაზე, სოფელ ბრილში, გამოუვიდა შესანიშნავად და დღესაც ეს სახლებს უკვე სხვა სოფლებშიც საკმაოდ ხშირად შეხვდებით. ეს სახლი აშენებულია საკმაოდ გრძელი ფიცრებით და რა თქმა უნდა ლურსმნის გარეშე. და ჩემს უკან თქვენ ხედავთ კარს მეორე სართულზე, ამ კარს ადრე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მას შეყავდით მეიდანოდაში. რა არის მეიდანოდა? ეს არის სტუმრების ოთახი. მოგეხსენებათ, მთიან აჭარაში საკმაოდ მკაცრი კლიმატია. ხშირად ხდებოდა ისე, რომ გზაურს უბრალოდ შემოაღამდებოდა, მას არ ჰქონდა დასარჩენი და მას შეეძლო ნებისმიერ სახლში ასე შესულიყო მეიდანოდაში, სტუმრების ოთახში და იქ გაეთია ღამე. ოთახი არ უკავშირდებოდა სახლის ძირითად საცხოვრებელს, ასე რომ ეს კარი ყოველთვის ღია იყო გვიანი მგზავრისთვის, ესეთი ტრადიცია ჰქონდათ აჭარებს. თავდაპირველად შენობა ნაგებობები იხურებოდა კრამიტითა და ყავარით
დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალა ეს გახლავთ თუნუქი, რომელიც იდეალურად იცავს სახლს წვიმისგან, თოვლისგან და რა თქმა უნდა ნესტისგან. ჩვენი მოგზაურობის დროს ჩვენ არაერთხელ შევნიშნეთ ის, რომ სულ ვითარდებოდა როგორც სამუშაო ტექნოლოგიები, ასევე სამუშაო მასალებიც, რა თქმა უნდა, ადამიანებთან და ინდუსტრიებთან ერთად. და თუნუქი ეს გახლავთ ის მასალა, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს ადამიანის საჭიროებებს. ახლა ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სოფელში, ქვემო ვაშლოვანში, აბულაძეების ოჯახში. შევიდეთ შეგდეთ. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სახლების გადახურვაზე და აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ თემას, რასაც ქვია ფასადის შეფუთვა. იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალურია აჭარაში, ეს გახლავთ ადგილი, სადაც ხშირია წვიმა, დიდთოვლობა და ასევე არის ნესტიც. ასე რომ იმისთვის რომ შენარჩუნდეს კედლების სიმშრალე და სიმყარე, ძალიან ხშირად აქ შეხვდებით სახლებს, რომლებიც შეფუთულია თუნუქით და ამისთვის იდეალური მასალა უკვე გახლავთ თუნუქის საიდინგი, რომელიც როგორც ხედავთ ვიზუალურადაც საკმაოდ ლამაზია, რაც თავარია სახლს იცავს სხვადასხვა ტიპის დაზიანებებისგან და ნესტისგან და შედარებით ძველებურ იერსახესაც უნარჩუნებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გვენახებია და გაგვეცნოთ თქვენთვის აჭარა თავისი ეთნოგრაფიით, თავისი ულამაზესი სოფლებით, მაგრამ ძალიან ხშირად დროის უყარისობის გამო თქვენ შეიძლება ვერ მოახერხოთ მთლიანი აჭარის დათვალიერება. ამისთვის ბათუმში არსებობს ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო, სადაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და სულ რაღაც 45 წუთში გაეცდოთ მთლიან აჭარულ არქიტექტურასაც, კულტურასაც, ხალხურ რეწვასაც და ამ ყველაფრის შექმნელი გახლავთ ქემალ თურმაინძე, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა. ასე რომ აჭარა გელოდებათ თავისი ულამაზესი არქიტექტურით. მე კი აქ გემშვიდობებით შევხვდებით ძალიან მალე საქართველოს სხვა რეგიონიდან.